მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. უკვე ღამე მშვიდობის ასკეთყვით. მოდი დღეს განვიხილოთ თქვენთან ერთად და განვიხილოთ ასეთი საჯარო გაშლა. ანუ დუმილია თქვენ შორის, ხო, ორივე დუმხართ, რა იქნება მომავალში. ამისთვის ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი, დაბადების წელი თვე და რიცხვი. თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი, დაბადების წელი თვე და რიცხვი და მოდი განვიხილოთ. ასეთი საჯარო გაშლა. სასვათ წოდებით, ორივე დუმხართ, რა იქნება მომავალში. აბა ჩაიფიქრეთ. და დავიწყოთ, ხო? ორივე დუმხართ, რა იქნება მომავალში თქვენ შორის? მოდი ვნახოთ. ორივე დუმხართ, რა იქნება მომავალში? თქვენ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება რა ხდება თქვენ შორის დღეს და რა იქნება მომავალში. ოკეი, მოდი განვიხილოთ ახლა. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხო, აი სამიანი კვერთხებიდან გამომდინარე და ასევე რო ავიღოთ 6-იანი პენტაკლები, ხო? შეხედეთ სიტუაციას. რა ხდება თქვენ შორის ახლა, ხო? რეალურად მოდი ასე ვთქვათ, ურთიერთობა როგორც ასეთი მე ვერ ვხედავ რომ თქვენ შორის ან პაუზა იყოს, ან დასასრული, ან რამენერად ერთმანეთისგან დისტანციაზე იყოთ. აი თითქოს ურთიერთობა დღესდღეობით თქვენ შორის როგორც ასეთი, რასაც მოითხოვს ინფორმაციით მიმდინარეობს, ხო? ანუ სამომავლო გეგმების დაგეგმარება ორივეს მხრიდან არის, ანუ როგორ იქნება, რა იქნება, რანაირად იქნება, რაღაც შეთანხმებები გაქვთ ერთმანეთთან მიმართებაში, თუ როგორ რა იქნება მომავალში და საჭიროებს კიდევაც რეალურად თქვენი ურთიერთობა მომავალში, ასე ვთქვათ, დალაგებას, რადგან თითქოს აი არკანები, რომლებიც მე მაგიდას დავალაგეში განვიხილავ კიდევაც სათითაოდ, აი თითქოს ამ არკანებიდან გამომდინარე თქვენ ვინც ამ გაშლას უყურებთ, ხო? თითქოს თქვენ ხართ მიზეზი შესაძლებელია იმის, რომ რა ვიცი, არ ვიცი რატო, მაგრამ თითქოს ვფიქრობ, რომ გინდათ პაუზაში გახვიდეთ ცოტა ხანი, ხო? აი არსად გეჩქარებათ და თქვენ ვინც ამ გაშლას უყურებთ, არა ის პიროვნება ვინც ჩაიფიქრეთ, არამედ თქვენ ვინც ამ გაშლას უყურებთ, რომ თითქოს ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები და არ ხართ მზად თუ რაღაც ასეთი მოდის თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხო? მოდი განვიხილოთ სათითაოდ თქვენი არკანები. თქვენ ხართ 4-იანი ხმლების პოზიციაში. 4-იანი ხმლების პოზიცია, იმოდით ასე ვთქვათ, ზუსტად ამიტომ ვახსენე, ხო? რაღაცნაირად კი მომავლის კელმიდი ხართ, ალაგებთ ურთიერთობას, ყველაფერი, მაგრამ თქვენ როგორც ასეთი 4-იანი ხმლებიდან გამომდინარე, აი რაღაცნაირად ფიქრობთ, დაფიქრდით რასთან მიმართებაში, ხო? ანუ ძალიან სწრაფად ხო არ მიდის ამ ყველაფრის დაგეგმარება, ხო არ განვითარდა მოვლენები ძალიან სწრაფად, რადგან თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაც სიტუაციებიდან გამომდინარე შესაძლებელია საჭირო იყოს პატარა პაუზა. თქვენ დღესდღეობით ხართ აი რაღაცა ჩაფიქრებული და ჩაფიქრებული ამ ურთიერთობასთან მიმართებაში თუ რა და როგორ და ღირს თუ არა საერთოდ ასეთი სიჩქარით ურთიერთობის დაგეგმვა სამომავლოდ თუნდაც იმ თემასთან დაკავშირებით როგორ განვითარდა თქვენი ურთიერთობა, ხო? აი რაღაც მგონია რომ შესაძლებელია საწყის ეტაპზე იყოს თქვენი ურთიერთობა და იმდენად სწრაფად განვითარდა, შესაძლებელია შეგეშიტათ კიდევაც და რაღაცნაირად ასტოპებთ თქვენ. აი ესეთ ენერგიებში ხართ დღესდღეობით, ხო? თქვენს მე ჩაფიქრებული პიროვნება თასების პაჟის როლში ამოვიდა, აი შეყვარებულია პეტერე ბიჭუნესავით, ხო? აი თითქოს აი თქვენთან ყოფნა უნდა და იმის იქით სერიოზულად არ ფიქრობს იმაზე, რა შეიძლება მოყვეს ამ ურთიერთობას, რომელს ურთიერთობა საჭიროებს ასე ვთქვათ სერიოზულ გადაწყვეტილებებს ნაბიჯებს და პასუხისმგებლობას და თითქოს რაღაც ასე მგონია, რომ თქვენ უფრო ფიქრობთ ამ პასუხისმგებლობებზე, ვიდრე თქვენი მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, იმიტომ რომ მას ერთი სული აქვს, რომ მის გვერდით იყოთ და რაღაცა დაგეგმოს ისე მომავალი, რომ აი მალ-მალე განვითარდეს თქვენ შორის ურთიერთობა, ხო? დღესდღეობით თქვენ შორის რა ხდება და
ცოტა არ იყოს და აი ხო ვიძახი ხო თქვენ უფრო სერიოზულად აღიქვათ ამ ურთიერთობას ვიდრე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება სერიოზულად რა განა ის რომ სერიოზულად არ უნდა თქვენთან ურთიერთობა პირიქით უბრალოდ პასუხისმგებლობებს არ უფიქრდება რომ აი თქვა მოყვება ურთიერთობის თქვა უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანა თუნდაც ის რომ პასუხისმგებლობები უნდა აიღოს ამაზე არ ფიქრობთ და აქედან გამომდინარე რამდენჯერაც დააპირებთ რომ მას ესაუბრეთ ხო ინფორმაციულად რაღაც გააგებინოთ რომ აი არ არის ეს ურთიერთობა მხოლოდ ის რომ აი დღევანდელი დღით მიცხოვრებთ და თქვა შესაძლებელია უფრო და მეტი საფიქრალი იყოს იმაზე ხო რა იგელოდებათ მომავალში თითქოს ამასთან მიმართებაში თქვენ გაქვთ კამათი თქვენ გადარდებთ ხვალინდელი დღე თქვენს პიროვნებას დღევანდელი დღე უხარია და აი ამასთან მიმართებაში თქვენ გაქვთ რაღაცნაირი შინაგანი ომები ერთმანეთთან რაღაც ასე ვთქვათ ვერ ვიტყვი ჩხუბებს რომ გარჩევ გამორჩევა ხო აი თითქოს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ხო გეუბნებით სულიერ სარკაიდან გამომდინარე თითქოს ჩაჯდა ხო თქვენ გაქვთ შინაგანი ომები ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით ესეც რომ წავიკითხოთ რეალურად ხო ანუ რა და როგორ და რა მოხდება და რა მოყვება ამ ურთიერთობას თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება პაჟი თასები და ასევე სულიერი სარკალი ბავშვურად მოკლედ რაღაცნაირად არ ფიქრობს სამომავლო გეგმებზე იმდენად აი თითქოს უნდა რომ იყოს და მორჩა და არ ფიქრობს იმაზე თუ რა პასუხისმგებლობები და რა ვალდებულებები ასაღები ანუ ამ ურთიერთობის მხრივ საკუთარ თავზე და რაღაც უხარია ასე თქვა დღევანდელობით ეს ურთიერთობა აი ოღონდას რაღაც ერთად იყოთ მეტი რაფერი ადარდებს რეალურად ხომ და აქედან გამომდინარე რაღაც პატარ-პატარა გაუგებრობებია თქვენ შორის ხო და აი ვერ გავიგე მარტო ეს არის ეს პრობლემა რაც თქვენ ურთიერთობაში დღესდღეობით ვლინდება მომავალში რა იქნება მათ შორის ნაჩვენეობა მომავალში ახლა აი რაღაცნაირად ვერ გადაი ვიკითხე ხო მომავალში რა იქნება თქვენ შორის და თუ ვაიმე ღმერთო ჩემს მემართება ძალიან ხშირად თემას როშლი ხომ მოვიწყდება რას ვკითხულობ ხო აკადემთან არა უშავს ასე ვთქვათ ეს იყოს დღევანდელობა და მოდი ვნახოთ რა იქნება თქვენ შორის მომავალში ხო აი დღევანდელობიდან გამომდინარე მომავალში მაინც და მაინც აი ეს თუ მომავალად აღვიქვათ ხო უფრო მეტ სერიოზულობას მოითხოვს ეს ურთიერთობა თქვენი მხრიდან არა თქვენი პარტნიორის მხრიდან უფრო იმიტომ თქვენ რაღაცნაირად შინაგანი ომები გაქვთ იმასთან მიმართებაში რომ თქოს ვერაცნობიერებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება არაოდენ სერიოზულ თემას ეჭიდებით ხო ურთიერთობების მხრივ რა იქნება მომავალში და აი შეხედეთ კი ბატონო თქვენ რეალურად მართალით ბრძანდებით იმიტომ რომ მომავალში ექვსი თასები ფონად ამოგვევიდა ხო მომავალში თქვენი ურთიერთობა თითქოს მარტო ამ სურვილზე ხო არა დამოკიდებული რომ თასების და კვერთხების რაინდიდან გამომდინარე მინდა და ასე შემდეგ ანუ თუ ამ ურთიერთობას სერიოზულად და შვიდიანი კვერთხებიდან გამომდინარე რაღაცეთ არ გაუფრთხილდებით და ყოველთვის არ დაგეგმოთ და დაიცავთ თუნდაც ხო ორივე მხრიდან შესაძლებელია ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავარდეს თქვენი ურთიერთობა ხო აი ძალიან დაიძაბოს გართულდეს ტვირთად იქცეს ხო აქედან გამომდინარე ისევ სამიანი კვერთხები კი ბატონო ცხრიანი თასები და 10-იანი კვერთხებიდან გამომდინარე სერიოზულად საჭიროებს იმაზე დაფიქრებას თუ რა და როგორ მოვაწყოთ რადგან კი ბატონო თავიდან დასაწყისში ყველაფერი არის ძალიან ტკბილი ძალიან კარგი როგორც იტყვიან ხო რაღაც რუსები რო იტყვიან ხოლმე კონფეტნა ბუკეტნი პერიოდი ძალიან კარგია მშვენიერია მაგრამ თქვენი პიროვნება იმენად ჩქარობს ამ ურთიერთობის სხვა ასე ვთქვათ საფეხურზე გადაყვანას რომ გადაიყვანოს რომ აი შესაძლებელია სირთულეებიც მოყვეს და აქედან გამომდინარე თქვენს პარტნიორს რჩევა ასე ვთქვათ ამ კარტისგან ის იქნება რომ რაღაცნაირად დააბალანსოს თავის სურვილები და ცოტა სერიოზულად მოეკიდოს იმ ურთიერთობას, სადაც მისთვის საყვარელი ქალია, ხო? თავის საყვარელი ქალისთვის მას აუცილებლად, ასე ვთქვათ, საჭიროება კიდევაც და მოითხოვება კიდევაც სერიოზულად დაფიქრდეს იმასთან მიმართებაში, თუ რას ეჭიდება, იმიტომ რომ აი უყურეთ, იმდენად შეპყრობილია იმ იდეით, რომ თქვენ მასთან უნდა იყოთ და იმდენად ეჩქარება თითქოს ვიღაცა დაასწრებს თქვენს საყვარელს და მოსტაცებს თქვენს თავს, აი ესეთ ფიქრებში გასავარაუდოთ, იმიტომ რომ აი ვერ იტანს ასე ვთქვათ თქვენგან დისტანციაზე ყოფნას, თუნდაც აი თქვენ სახლში ის თავის სახლში და შოქშია რა, ანუ შორს ხართ და უნდა რომ გვერდით ყავდეთ და აი ყველაფერზე არის აი გადაკეტილი როა, ხო, უყვარხართ და მორჩა და გათავდა მინდა ჩემთან იყოს დავასერიოზლო ურთიერთობა, მაგრამ თქვენ თითქოს აი
კი ბატონო, თქვენ თითქოს უფრო როგორც ქალი, რომელსაც ასე ვთქვათ, კი ბატონო, ქალი, რომელსაც შესაძლებელია სტაბილურობაში შესვლა მოგიწევთ ამ პიროვნებასთან და შექმნათ ოჯახი, ხო? აი რაღაც იმ განცდებს და იმ ფიქრებში ხართ, რომ სანანებელი არ გაგიხდეთ ამ ბატონზე, ასე ვთქვათ, გათხოვება ან ცოლად გაყოლა და აქედან გამომდინარე თითქოს ცდილობთ რამენაირად, რომ ხო აი თითქოს გეშინიათ, არ იცით რა გელოდებათ ამ ურთიერთობაში, თითქოს ცდილობთ რამენაირად ყველა ასე ვთქვათ მხრიდან მივიდგეთ ამ ურთიერთობას, იცით თუ არ იცით ყველაფერი ასე ვთქვათ გაარკვიოთ, გამოვარკვიოთ, თუნდაც თქვენ გამო, იმიტომ თქვენი ურთიერთობა და თქვენ უნდა იყოთ კომფორტულად აქ და რომ არ დაინგრეს არაფერი, აქედან გამომდინარე ცოტა არ იყოს და თქვენთვის გაუგებარ ფაქტორებს, რაც არის ამ ურთიერთობაში, ცდილობთ რომ აღმოფხრათ, ხო? რომ შემდეგ სანანებელი არ გაგიხდეთ რეალურად, ხო? თორე ისე რომ ავიღოთ, ხო, საბედისწერო ურთიერთობა საბედისწერო ურთიერთობაა, სადაც თქვენ ორჭოფობთ ამ ბატონთან მიმართებაში. ამ ადამიანს რეალურად ნახეთ ეგოისტსაც დავარქვი, ნახეთ თითქოს იმაზე ორიენტირებული, რომ აი მინდა და ესე უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩემ გვერდზე მინდა იყოს, სხვასთან არ მინდა რომ იყოს, ეჭვიანობა იქით-აქეთ და თითქოს დააჩქაროს ეს ყველაფერი, რაც შეიძლება ნელ-ნელა წავიდეს თავისი გზით და თავისი ხოდით რო იტყვიან, მაგრამ ეს პიროვნება აჩქარებს, რადგან აი თავის-თავზე ფიქრობს, რომ მე მასე მინდა და მორჩა და იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ უფრო სერიოზულად აღიქვამთ ამ საკითხს, უფრო კაცრად აღიქვამთ ამ საკითხს, როგორიც არის ოჯახის შექმნა და ასე ვთქვათ, ურთიერთობის გაოფიციალურება, რაღაცნაირად ორჭოფობთ და აი როგორც იტყვიან, ხო, ზაიპროცი ყველაფერს აი ესე ალაგებთ, რომ მე რაიმე სახის გარკვეულობები არ იყოს და აქედან გამომდინარე სტაგნაციაში რო არ მოყვეს თქვენი ურთიერთობა და სავარაუდოდ თუ მოყვება კიდევაც თქვენ ყველაფერს არ დაალაგებთ, ცდილობთ რომ გაარკვიოთ ყველაფერი, რაც თქვენთვის დამალულია ამ ურთიერთობაში. შესაძლებელია არც იყოს დამალული, მაგრამ მაინც ცდილობთ რაღაცნაირად ინფორმაცია მოკრიბოთ ამ პიროვნებასთან მიმართებაში, თითქოს აი გეუბნებთ ახალი ურთიერთობა, სადაც თქვენ ერთმანეთს თითქმის არ იცნობთ, ხო? აი უბრალოდ ამას ეს გადაეკეტა, მინდა რომ ჩემი იყოს და მორჩა ეგეთი მდგომარეობა და თქვენ ეს ისწრაფე ძალიან გაშინებთ და რეალურად ასეც არის და აქედან გამომდინარე თქვენ თუ ამ ყველაფერს გაარკვევთ, თუ ამ ყველაფერს არ გაარკვევთ და რეალურად მიუშვებთ ამ ურთიერთობას ესე ხო მისნებაზე ძალიან ასე ვთქვათ ცუდი რაღაცები მოყვება, მაგრამ პირდაპირ გეტყვით ამ ურთიერთობაში არის დაფარული და დამალული ფაქტორები, რაც თქვენ არ იცით. ეს ადამიანი ამიტომაც ჩქარობს ამ ურთიერთობის გაოფიციალურებას, რომ თქვენ ეს ყველაფერი ვერ გაარკვიოთ. მხოლოდ და მხოლოდ ეგოიზმის არაფერ შუაშია, უბრალოდ სანამ შეუძლია და სანამ ასე ვთქვათ გზახსნილი აქვს, უნდა რომ ჩაგიგდოთ ხელში, ხო? კი ბატონო, ოჯახში, ასე ვთქვათ, შეგიყვანოთ, რომ რაღაც თემები არ გაარკვიოთ, არ გაიგოთ, თორემ შესაძლებელია ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ და თქვენ გრძნობთ ამას, ხო? თქვენი ურთიერთობა დასრულდეს კიდევაც. კი ბატონო. კი ბატონო. აი ეს იყო სულ, ხო? წმინდა მეთქვათ ამ გაშლასთან მიმართებაში ორივე დუმხართ. აქ დუმილიც არ არის, ნახეთ, აი მინდოდა ჩამეწერა მსგავსი. აი დუმილიც არ არის, შესაძლებელია პატარა დუმილები იყოს, მაგრამ თვალის დუმილს ვერ დავარქმევ აქ სიტუაციურად. ანუ რაც თქვენ შორის ხდება, მაგრამ ნუ დუმხართ, კი ბატონო, დუმხართ თქვენ არა, ის დუმს არაფერს არ იძახის. თქვენ დუმხართ რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ნუ არაფერს არ გეუბნებათ და ისე სწორი მიმართულებით მიდიხართ შემოკარგებოდა ძვირფასებო. გამოიძიეთ რაღაც დამალული ფაქტორები, რადგან არის მის ოჯახს ეხება სხვათა შორის. გარკვეთ, არის რაღაც ტყუილები, ასე შემდეგ. ამ პიროვნების მხრიდან რაც გარკვევას საჭიროებს. კი ბატონო, გარკვეთ ყველაფერი, იმიტომ რომ ჯობს ახლა იცოდეთ ყველაფერი, ვიდრე მერე გაიგოთ და ყველაფერი დაგელეწოთ თავზე რა. ზუსტად, გაიგეთ. ეს ეხება მის სტაბილურ მდგომარეობას წარსულში. დაგემშვიდობებით შემოკარგებოდა ძვირფასებო, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ასევე სოლიდარობას და არ ვიცი ყველაფერს საუკეთესო ცხოვრებაში, მთელი გულით და სულით. ყველაფერი საუკეთესო მემეტება თქვენთვის. და ამას ვიძახი მართლა სუფთა გულით და ტრფელი სულით, რო იტყვიან ასე. კარგად იყავით.